ყველა ტაძარს საკუთრივ თავისი დღესასწაული ჰქონდა. ამ დღესასწაულზე აუცილებელი იყო როგორც ჰიმნური საგალობლები, ძველი სვანური, ასევე საფერხულო სიმღერები. ეს იყო ჩვეულებრივი ტრადიცია, ისინი არ თვლიდნენ, რომ ეს რაღაცა გართობის მიზნით ხდებოდა, ეს იყო სადიდებლები ღმერთის. 7 საწესო ფერხული იყო დღესასწაულზე, პირველი იყო ლაჟღვაში, ეგრეთ წოდებული საწინამძღვრე სიმღერასადიდებელი, რომელიც ეძღვნებოდა, სადაც ხდებოდა ეს დღესასწაული და იყო ძალიან დუნე. შემდეგი უფრო სწრაფდებოდა, შემდეგი და ბოლო იყო ძალიან სწრაფი ფერხული. ასეთი წესი იყო, რომ ქალი, კაცი, ვინც დღესასწაულზე იყო, ყველა ვალდებული იყო, ჩამდგარი იყო ფერხულში. იქ არ ქონდა მნიშვნელობა იცოდი თუ არ იცოდი. ამან გამოიწვია მერე უწყვეტი ბმა, ეს არ იყო რაღაცა აქ სასწავლებელი კი არ იყო, რომ ერთ რაღაცა ესწავლათ სპეციალურად. ამ დღესასწაულებზე მერე თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს ტრადიცია ამ სიმღერის თუ ფერხულის შესრულების და ეს უწყვეტ ჯაჭვად წამოვიდა. ახლა კომუნისტურმა რეჟიმმა თუ როგორც არის ბევრი რიტუალი გადააშენა, მაგრამ აქ იმდენად რელიგიური საზოგადოება ცხოვრობდა, რომ უღმერთობამ ვერაჯობა ღმერთს. აი სოფელი არის ცოცხალი ფოლკლორით სავსე სოფელი. იყო ყოველ შემთხვევისთვის და იმედია გავაგრძელებ.